მოდით ვისაუბროთ საავარიო შუქ სიგნალიზაციაზე. რა შემთხვევაში ირთვება საავარიო შუქური სიგნალიზაცია? სულ 5 შემთხვევა არსებობს, როდესაც საავარიო შუქური სიგნალიზაცია სჭირდება მძღოლს. პირველი, ეს არის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. მეორე, ტექნიკური გაუმართავობა. მესამე, ბუქსირების დროს საბუქსირებელ ავტომობილზე. მეოთხე, იძულებითი გაჩერების დროს იქ, სადაც გვეკრძალება გაჩერება და მეხუთე, ეს არის თვალის მოჭრის დროს თუ მძღოლი იძულებულია გაჩერდეს. ავარიული გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან უნდა გამოვდგათ დასახლებულ პუნქტში 15 მეტრში და დაუსახლებელ პუნქტში 30 მეტრის მოშორებით. აი ამ ბილეთებში მნიშვნელოვან საკითხს გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. როდესაც კითხვაში გიწერიათ საგზაო, ნახეთ, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლია, როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი? ჩართოს შორი განათება არ სჭირდება. ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ არის. როდესაც კითხვაში გიწერიათ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ეს იგივე ავარია, ამიტომ პასუხებში მოძებნეთ ყოველთვის საავარიო გაჩერების ნიშანი გამოდგას და არასაკმარისი მხედველობის პირობებში მოციმციმე წითელი ფარანი. ნახეთ, ამდაგვარ კითხვას გაჩვენებთ კიდევ. თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლია, იგივე კითხვაა თითქმის, ანუ მძღოლი მოხვდა ავარიაში, როგორ უნდა მოიქცეს, ხო? ჩართოს ახლო და შორი განათება არ სჭირდება. ხმოვანი სიგნალი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, რადგან კითხვაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გიწერიათ, პასუხში ყოველთვის მოძებნეთ საავარიო შუქ სიგნალიზაცია. და ამდაგვარი ბილეთი გაქვთ კიდევ, ნახეთ, როდესაც გეკითხებიან ავარიული გაჩერების ნიშანი. დასახლებულ პუნქტში უნდა გამოვდგათ 15 მეტრის მოშორებით და დაუსახლებელ პუნქტში 30 მეტრის მოშორებით. თუ მოგეწონათ ჩვენი ჩაწერილი ვიდეო, გააზიარეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი თემა გინდათ შემდეგ რომ ჩაგიწეროთ. მადლობა ყურადღებისთვის.